შუადღე მშვიდობის, დღეს პარასკევია და სპორტის შესახებ ვისაუბრებთ უახლოესი 45 წუთის განმავლობაში. საქართველოს ჯუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, ასევე ჰქონდა 2 ოქრო და 2 ვერცხლი ინდივიდუალურ გამოსვლაში. პრინციპში მშვენიერი შედეგებია და ამ შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ჯუდოს ეროვნული ნაკრების თავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ისაუბრებს ჩვენთან ერთად. გილოცავთ ლაშა პირველ რიგში. ალბათ ტურნირის დასკვნით ბოლო დღესთან დაკავშირებით დავიწყოთ საუბარი, მაინც ყველაზე ესეთი მაჟორული აკორდი ეს იყო. საქართველოს ნაკრები გახდა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონი. მაყურებელს აუხსნათ თუ ვინმე არ იცის, შერეული გუნდური ასპარეზობა ნიშნავს იმას, რომ ერთ ნაკრებში ასპარეზობენ როგორც მამაკაცი ჯიუდოისტები, ასევე გოგონა ჯიუდოისტები და ეს ფორმატი ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მოსახერხებელი, რადგანაც ერთგვარი დისბალანსი იყო ვაჟებსა და გოგონებს შორის, მაგრამ ეხლა ისე მოხდა, რომ სოფიო სომხიშვილის გადამწყვეტი პაექრობის მოგების შედეგად მოიპოვა საქართველომ ოქრო. პირველ რიგში იყო თუ არა ეს რეზულტატი, რომელიც დაგეგმეთ, მესმის რომ რთულია დაგეგმვა, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ამბიციური გუნდი გვყავს. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თვითონ ევროპის ჩემპიონატს და გეგმებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივდივართ, რომ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ ოქროს მედლებისთვის. ევროპის ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, იგეგმებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ვაჟთა ნაკრები საკმაოდ სტაბილური ყავს, სტაბილურია ქალთა ნაკრებიც და აქედან გამომდინარე გქონდა სურვილიც და მიზანიც, რომ გამხდარიყავით ევროპის ჩემპიონები. რასაც ამ სურვილს და იმედს ამართლებდა ის, რომ ჩვენ ზუსტად აი ამ გუნდით, სულ პატარ-პატარა ცვლილებებით, მაგრამ ძირითადად ამ გუნდით უკვე მესამეჯერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ ევროპული თამაშები მოვიგეთ გუნდურ ასპარეზობაში და ეხლა უკვე მესამედ ევროპის ჩემპიონატი, რაც მგონია რომ არის ლოგიკური. ალბათ სპეციფიკა აქვს გუნდურ ასპარეზობას გამორჩეულად ემოციური თვალსაზრისით ნამდვილად სხვა რამ არის. აი ამ განსხვავებების შესახებ თუ შეგიძლიათ გვიამბოთ, აი რა არის აქ მთავარი, იმიტომ რომ შანსი არა, ანუ მე არ მინახავს რომ ვინმე სუსტად იასპარეზა, ან ვინმეს რამეს ტყიოდა და რამე არ გამოუვიდა, იმიტომ რომ რაღაცა საოცარი სულისკვეთება არის თითქოს ამ პროცესში. ძირითად შემთხვევაში არის ისეთი პატრიოტული მოტივები უფრო მოდის, რაც ფსიქოლოგიურ ნაწილში უფრო უმარტივებს სპორტსმენებს ასპარეზობას. არის შემთხვევები, სადაც არ უმარტივებს, ზედმეტ პასუხისმგებლობას კიდებს, რაც აი ამ შემთხვევაში სოფიო სომხიშვილის გამოსვლის შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობა იყო და შანსი იყო, იმიტომ რომ შენ გამოდიხარ შენს გამარჯვებაზე, შენს მარცხზეა დამოკიდებული, ანუ შენზეა დამოკიდებული საქართველოს ნაკრები მოიგებს თუ წააგებს, ეს ამას ფსიქოლოგიურად და ემოციურად გაძლება უნდა და რასაც ძალიან მარტივად გაართვა სოფიომ თავი, თავგანწირვა გამოამჟღავნა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი გააკეთა, ჩადო სული გული, ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ გვეზეიმა და ოქროს მედლები თან მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ არ გვანერვიულა იმ თვალსაზრისით, რომ არ გაიწელა ეს ორთაბრძოლა და მალევე ვიზეიმეთ ოქრო. მადლობის მეტი არაფერი არ ეკუთვნის და ქების მეტი სოფიოს, რა თქმა უნდა. და ისეთია, უფრო შემართებით არიან, ერთმანეთის იმედად არიან და მაგ გუნდურ შეჯიბრებაში უფრო მეტად სპორტსმენები, უფრო მეტად საქართველოს რაღაცა ეროვნულობა გვაერთიანებს გუნდს, იქ უფრო ეროვნული მუხტია და კარბობს ეგ ემოციები. კი ბატონო, რაღაც გადამოუგეთ ემოციები. სხვათა შორის ინდივიდუალურადაც მართლა ძალიან მქონმაგობთ ეხლა და სხვათა შორის დავაკვირდი, რომ აი ადრე როგორც ფეხბურთის საყურებლად ვემზადებოდი, დაახლოებით იგივე შინაარსის რიტუალები გვაქვს, იგივე მზადება გვაქვს გულშემატკივრებს, როდესაც არის ხოლმე ჯიუდოს დიდი ტურნირი. ხა ოლიმპიადაზე არ ვლაპარაკობ, იქ ყველაფერს ესე უყურებთ და ვაკვირდებით, მაგრამ თითქოს აი ეს თქვენმა წარმატებულმა ასპარეზობამ განაპირობა, რომ არა თუ ინტერესი გვაქვს, არამედ მოლოდინი გვაქვს იმის, რომ კარგ სანახაობასთან ერთად ნახავთ ბევრ გამარჯვებას, ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადოთ. კარგ სანახაობასთან ერთად დარწმუნებული ვარ, იმის მოლოდინი გაქვს, თუ დაფიქრდებით, მე მგონი დამეთანხმებით, რომ ყველა ამ რანგის შეჯიბრებაზე სულ ახალ-ახალი ჩემპიონები ყავს და ამის მოლოდინში ვართ, არ ვართ ჩვენ ერთ კონკრეტულ
სპორტსმენებზე, როგორც ადრე იყო დამოკიდებული ტალანტებზე, ეხლა უკვე შექმნილია წარმატება. ზამნიშნულოვანი ფაქტორია. დაკანონებულია და ყველა ესეთ რანგის შეჯიბრებაზე ვხედავთ, რომ ახალ-ახალი ჩემპიონები ყავს და ეს მე მგონი, რომ ეს აძლევს ქართველ გულშემატკივარს იმის мотиваციას, რომ გულშემატკივროს და კი სტაბილურობის შეგრძნებაც გაჩნდა გულშემატკივრებში, აი ზუსტად ალბათ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გადავხედოთ ჩვენ გზას ფინალამდე. პრინციპში ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მივედით, დავამარცხეთ აზერბაიჯანი 4-0, ავსტრია 4-1 და გერმანია 4-0. და შემდეგ უკვე იტალიასთან დაგვჭირდა მოკლედ ეს გადამწყვეტი დაპირისპირება. აი დღეს იტალიის გარდა, თქვა თუნდაც გუნდური ასპარეზობა ავიღოთ, ვიცით რომ გამოკვეთილად დომინანტი შეიძლება იყოს საფრანგეთი და თუ არსებობს კიდე სხვა ქვეყნები, რომლებიც აი სიძლიერით იგივე საფრანგეთს და საქართველოს უახლოვდებიან. ვიცით როგორ არის? მგონია რომ თანაბარია, უბრალოდ აქ არის ვის როგორ წაუვა და რამდენად მზადყოფნაში არიან სპორტსმენები. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისეთი გუნდი არსებობს, რომელთანაც გამარჯვება არ შეიძლება. მეტ-ნაკლებად მსოფლიოში ერთადერთი გუნდი შემიძლია გამოყო, რომელიც არის იაპონიის ნაკრები, რომელსაც მსგავსად ვაჟებისა ქალთა ნაკრებიც თანაბარი ძალების ყავს და ეს უფრო ართულებს. არა თუ ნაკრები, არამედ ოჯახებს ყავთ ეგეთი წევრები, ერთ ოჯახში ორი ოლიმპიური ჩემპიონი და ასე შემდეგ. მაგრამ მე მგონი მათთან კონკურენციაში ჩვენ არა ვართ ისე რომ თქვა კონკურენტო, ბრძოლა ალბათ ყველასთან შეიძლება ამ შემადგენლობაში. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. იქიდან გამომდინარე რაწონითი კატეგორიებიც არის ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვართ ვაჟების ნაწილში და პლუს ამას დამატებული როგორც მინიმუმ შეგვიძლია ჩვენ 3-3-ის დამთავრება იაპონიასთან, ესე პრაგმატულად რო ვიმსჯელოთ, არითმეტიკულად რო დავთვალოთ. ხო და აქედან გამომდინარე, მე ისევ ის ფაქტი, როგორი რა ფაქტიდანაც გამომდინარე, განმეორდა სოფიო სომხიშვილის შემთხვევა, აქამდე მისვლა შეგვიძლია. მე უკვე იქ ცოტა იღბალი, ცოტა მონდომება და მგონია რომ მარტივად ნაკრების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მაინტერესებს როგორ ადგენთ საბოლოო შემადგენლობას, იმიტომ რომ ვიცით რომ ყველა ის ძიუდოისტი, რომელიც ინდივიდუალურად ასპარეზობს თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე, შეიძლება ვერ მოხვდეს, თქვათ, გუნდურ ასპარეზობაში. მარტივია, პირად ასპარეზობაში, ინდივიდუალურში გამოსასვლელად სპორტსმენებს ეძლევა ჩანსი. გრანდსლემებზე, გრან-პრებზე, ევროპის თასებზე მიყვავს საკონკურენციოდ. ნუ რა თქმა უნდა, წარსული წარმატებები გათვალისწინებულია ყოველთვის და შესაბამისად იზომება კონკურენცია. ამ კონკურენციაში არის შეიძლება, რომ სადაც შეიძლება რომ გავაოროთ წონითი კატეგორია, მოგეხსენებათ 66 ხო ეხლა კატეგორიის გაორება შეგვიძლია, აქ ჩვენ გავაორეთ 90 და 66 კილოგრამი. 66 კი ბატონო. თემურ ნოზაძე და გიორგი ჯაბნიაშვილი 90-ში. და არიან სპორტსმენები, მაგალითად ჯაბნიაშვილი. ჯაბნიაშვილის წონაში მოგეხსენებათ ყავს ბექაური, მაისურაძე, ჯაბნიაშვილი და ურთულესი წონაა, მე მგონი საქართველოში 90. ყველაფერი რომ ესე ერთმა მაგალითად ბექაურმა და მაისურაძემ რო არ მეს პირობით მაგალითი მომყავს და როცა ყავს ესეთი მოზარდი ვარსკვლავი, როგორც გიორგი ჯაბრიაშვილია, გეძლევა შანსი, რომ საშუალება რომ დააყენო გუნდურში და იქ მაინც მისცეს სპორტსმენს თავის შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და ესე ეგ არის მთავარი პრინციპი. ისე ლაშა ბექაურთაზე თქვა 2-20 სიტყვა მეორე ტურნირი გამოტოვა, რამ ტრავმასთან ხო არ არის საქმე თუ ეს რაღაც ინდივიდუალური მზადების პროცესია? ინდივიდუალური მზადების ნაწილია. ლაშა ეხა სულ ყაზახეთში გამართულ გრანდსლემზე მიიღებს მონაწილეობას, სასტარტო წინა მსოფლიოსი და მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას სრული მზადყოფნა. იმიტომ რომ ზედიზედ ორი მოხსნა გულშემატკივრებისთვის იყო რაღაც ცოტა ამაღელვებელი, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ რამე ტრავმასთან ხო არის რაღაცეები, შეიძლება ფიზიკურად არ იყოს ტრავმა, მაგრამ არ მინდა მაგას ტრავმა დავარქვა, იქიდან გამომდინარე რომ თვითონ მზადების პროცესში ლაშა იმსახურებს იმას, რომ ოპტიმალურ ფორმამდე მიიყვანო და ისე გაიყვანო დატამზე საჭიდაოდ და მესმის გულშემატკივრის სურვილი, მაგრამ ჩვენ აქ არ გვინდა რომ დავანგრიოთ მისი ფსიქიკა, მისი ფსიქოლოგია და მინდა რომ ყოველთვის როცა გავა ლაშა დატამზე იყოს სრულ მზადყოფნაში, რომ შეძლოს ბრძოლა. ძალიან საინტერესო რამე თქვით, ეხლა ბუნებრივია სხვა კითხვებიც გვაქვს, მაგრამ ეს თემა გავაგრძელოთ. აი ეს ინდივიდუალური მიდგომა ალბათ თქვენ სპორტში არის გამორჩეულად
ძვირფასი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ჩემპიონს ერთნაირი დამოკიდებულება ფსიქოლოგია არ აქვს და რაღაც სხვადასხვა მიდგომები ჭირდებათ. აი თუ არის თქვენთან რომ გამორჩეულად თქვათ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გამოავლინოთ თქვათ ერთი ადამიანის მიმართ ვიდრე მეორეს მიმართ, მე არ ვამბობ პრივილეგიებს, მე ვამბობ დამოკიდებულებას და აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ის რაც არ ჩანს ზოგადად საზოგადოებისთვის, ბუნებრივია გვაინტერესებს ყველაზე მეტად. მოგახსენებთ, თვითონ ეს სიტყვები პრივილეგია და დამოკიდებულება არიან ადამიანები, ვინც ამას ერთს მეორეში აურევს და პირობს, ეს ამაზე საუბარს არ დაუთმოთ დრო. რაც შეეხება თვითონ სპორტსმენებს, მაგალითისთვის მყავს 50 ნაკრების წევრი, სადაც ვაკეთებთ სელექციას და ძირითად გუნდში ხვდება 9 კაცი. ამდენ სპორტსმენში და იმ ისტორიაში, რომელიც მე გამაჩნია, პირადად არც ერთი სპორტსმენი არ მეორდება ერთი მეორეში. ყველას თავისი სიტყვა ჭირდება, ყველას თავისი მიდგომა ჭირდება, ყველას ინდივიდუალური გეგმა ჭირდება და ინდივიდუალური მზადების ნაწილი ჭირდება. რა ვიცი, ხანდახან კომენტარებში და ისე შეფასებებში ისე მარტივად აფასებენ რაღაცებს გულშემატკივრები, რომ საკმარისია ერთი დღე გაატარონ ჩემს გვერდით და მიხვდებიან თუ რასთან აგვაქვს საქმე. მაგალითად, თუნდაც საშეჯიბროდ სამოტივაციო სიტყვა არ შეიძლება. გასაგებია დღეს ჭირდება პირობითად ბექაურს რაღაცა სიტყვა. არ შეიძლება მეორე შეჯიბრზე იმ სიტყვის ხმარება. ეს დასამახსოვრებელი აქვს წვრთნელს, რომ არ განმეორდა ის დღე არ უნდა გავდეს წინას. წარსული წარმატება არ არის მაგალითად მომავლის წინაპირობა. იმის წინაპირობა, რომ დღეს ჩვენ დღეს ჩვენ ახალი ამინდი უნდა დავაყენოთ და ახალი რეალობა უნდა შევქმნათ და ამისთვის ახალი სიტყვა გჭირდება, ახალი მიმართულება გჭირდება, ახალი ემოცია გჭირდება და ძალიან ბევრი რამეა იქ შიგნით, რაც არ ჩანს და მე შესაძლებელად და კრიტიკისთვის ადვილი ამბავია. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით გულწრფელად, თქვენი ბრალია ეს კრიტიკაც, იმიტომ რომ თამასა გაქვთ, არ ვიცი, ამაზე მაღლად ქართულ ჯილდოს თუ ქონია ეს ნახევრად ხუმრობით გეუბნებით და იუმორნარევი კომენტარია, მაგრამ ესეთი ვარსკვლავური შემადგენლობა, არ ვიცი, მე შეიძლება მეშლება, მაგრამ მე საქართველოს ნაკრებში არ მახსოვს. ერთი არის ვარსკვლავური შემადგენლობა და მეორე არის კონკურენცია, რომელიც აი ორივე მგონია რომ საქართველოს ეხა არის პიკში ამ მიმართულებით. თქვენ როგორ შეაფასებთ? რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მსგავსი ნაკრები არ ყოლე და ამას ცემს ორი ფაქტი პასუხს, რომ არც ერთ ნაკრებში არ ასპარეზობდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ZZ და არც ერთ ნაკრებში არ ასპარეზობდა სამგზის სოფლიო ჩემპიონი ZZ და მე მგონი რომ ამაზე საუბარი უკვე აქაც დასამთავრებელია და რაც შეეხება თვითონ ამ მიმართულებებს ისეთია რა ჯანსაღობა იწვევს. სიამოვნოა ისე არის ნაწილი, სადაც ვფიქრობ, რომ ჩვენიც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა გასაგებია დღეს ახალგაზრდები ვართ, რაღაცას ვიტანთ, რაღაცას გადაატანა და გადატანა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, მწვრთნელებიც, ფედერაციაც და ვფიქრობ, რომ პროფესიონალური კრიტიკა, რა თქმა უნდა, მე ყოველ დღე მჭირდება, რომ უკეთესი გავხდე, მაგრამ ტალახის სროლა იქ, სადაც რითაც წარმატება იქმნება და ვიღაცის გონებამდე არ დადის რაღაცა, ეს ჩემთვის ძალიან ისეთი იმედის, როგორ თქვა, იმედი მიცრუდება რაღაცებზე, რომ აი მგონია, რომ მე თვითონ არ მაქვს იმის ძალა, რომ სიკეთეს, რომელსაც მომავალში წარმატება მოაქვს, დღეს რაღაცა ბოროტებად აღიქმება, ეს ჩემთვის დამანგრეველია. ზოგადად რთულია რომ წარმატებული ადამიანი იყო და ყველას უყვარდე. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში გამორჩეული სიმძაფრით აღენიშნება როგორც სიყვარული, ასევე წარმატებულებისთვის გარკვეული ტალახისროლაც. მოდი დაუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატს. ქონდა 4 ინდივიდუალური медали, 2 ოქრო, 2 ვერცხლი. დავიწყოთ გიორგი სარდალაშვილით, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი საქართველოსთვის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არის, რომელმაც ეს შეძლო. თან ეს ის წონაა, რომელშიც პრინციპში თქვა თითქოს აქილევსის ქუსლი იყო საქართველოსთვის, მაგრამ რო დავაკვირდეთ დინამიკას დიდ ტურნირებზე ასპარეზობას, საერთოდ არ არის ეგეთი სურათის შექმნის სინაპირობა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველგან გვაქვს თვითონ медали მაინც. არა, ჩვენ ამ წონით კატეგორიაში ძალიან წარმატებული სპორტსმენები გვაქვს, ძალიან დიდი მედლები გვაქვს, მაგალითად მსოფლიოს ოქრო გვაქვს
ამირან ტოტიკაშვილის ლუხუმ ჭვიმიანის კი აგერ გიორგი სარდალაშვილის ლუხუმ ჭვიმიანი თან წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა მაშინ და დაუბრუნდეთ გიორგი სარდალაშვილის შეფასებას გიორგი სარდალაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად აი ფაქტიურად ვიხმარებს თორსა ვერავინ ვერ გაატოკა აი ვერავინ ვერ დაძრა როგორც მწვრთნელს მის ტაქტიკურ გამოსვლაში მის ფიზიკურ გამოსვლაში საერთოდ შენიშვნები არ მაქვს როგორც შვეიცარიული საათი ისე მუშაობდა დატამზე და ვფიქრობ რომ გიორგი ამ ციკლში ყველაფერს გააკეთებს და ამ ციკლს დააგვირგვინებს ისე როგორც ჩვენ გვეიმედება 66-ში ყვავდა ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე აი მათ ასპარეზობაზე რა შეგიძლიათ გითხრათ ვაჟა მარგველაშვილის ასპარეზობაზე შემიძლია რომ პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია ვაჟასთვის აქვს ესეთი ხასიათი რაღაც არ წავიდა მისთვის სახარბიელოთ ეს შეხვედრა და დავთმეთ გასაგებია და ის მიმართულება რა მიმართულებითაც დღეს ვაჟა ემზადებოდა ევროპის ჩემპიონატამდე ყველა მიმართულება იყო მიმართული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე რა თქმა უნდა უკეთესად იქნება ვაჟა და ის პიკი რომელიც ამ მიკროციკლში იყო დაგეგმილი ვაჟასთვის იქნება პიკი მსოფლიოს ჩემპიონატი და მე ვიმედოვნებ რომ ის აუცილებლად იასპარეზებს ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და გაგვიხარდება რაც შეეხება თემურ ნოზაძეს საკმაოდ ნიჭიერი პერსპექტიული სპორტსმენია რომელიც სულ ცოტა ხნის ასულია 66 კილოგრამში მანამდე 60 კილოგრამში ასპარეზობდა 66 კილოგრამში გადავიდა და ეს მარტივი ამბავი არ არის და ძალიან დიდი წარმატება უკვე თემურისთვის რომ მოხვდა ეროვნულ ნაკრებში და მას ვენდეთ 66 კილოგრამში ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო სულ რაღაც თვეების გადასული ბიჭი 66 კილოგრამში და მე ვფიქრობ რომ ეს უკვე წარმატებაა მისთვის და ვიმედოვნებ რომ მომავალში ის შეეჩვევა 66 კილოგრამს და მისგანაც აუცილებლად უნდა ველოდოთ 73-ში და 91-ში ლეგენდა ყავდა ლაშა შავდათუაშვილის სახით და 91-ში ტატო გრიგალაშვილი მე უბრალოდ მაგ გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ აი მათ როდესაც ხედავ ტატამზე არ მგონია რომ შეიძლება მათ წააგონ სადმე არამე შეცდომა დაუშვან მათ ისეთი პროფესიული კარიერა აქვთ გაკეთებული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვთ გადადგმული მაგრამ ყოველთვის ესე არ ხდება ხოლმე და აი სად შეიძლება რომ თქვათ იყოს მინუსი სად შეიძლება რომ იყოს წარუმატებლობა ერთი შეხედვით ჩვენთვის ამის გაგება ძალიან რთულია მოკლედ დავიწყებ ლაშა შავდათუაშვილის შეფასებით ლაშა შავდათუაშვილი თვითონ სახელი და გვარი უკვე საკმარისია იმისთვის რომ თავი წარმატებულად იგრძნო და მე ამაყივა რომ ის დღესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ძირითადი გუნდის წევრია ცოცხალი ლეგენდა ფაქტიურად და თვითონ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილმა დღეს თუ შევაფასებთ იმას რომ медали ვერ მოიპოვა მე ვფიქრობ რომ მომავლისთვის თავისთვის ქართული ძიუდოს რეალობისთვის და იმ ბრძოლის უნარიანობის გამომჟღავნებისთვის ისეთი შეხვედრა ჩაატარა კოსოვოელ ჯაკოვასთან რომ ვფიქრობ რომ იმდენად სამაგალით ვარ რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს უფლება არ აქვს ტატამზე გავიდნენ და არ იბრძოლონ არის უშრო 20 წუთის განმავლობაში ამ ასაკში ამ დონის ტემპი დაიჭირო და შეხვედრა მოიგო მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მაგალი დონის მაჩვენებელი უბრალოდ ისე წავიდა შეხვედრა რომ მთელი ენერგიები თუ რამე რესურსი გაგვაჩნდა ყველაფერი შევალიეთ ამ კოსოვოელთან გამარჯვებას გავიმარჯვეთ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ძალიან პრინციპულ ბრძოლაში მოუგეთ და ფაქტიურად ის ენერგიები ძალღონე რომელიც ჰქონდა ყველაფერი იმ კონკრეტულ ერთ შეხვედრას შევალია რა შეეხება ტატოს რაც შეეხება სპორტში არის მომენტები სადაც ფრთხილობ სადაც ტიტულები ხელს გიშლიან ასპარეზობაში და ხელს არ გიწყობენ საერთოდ არის ეგეთი მომენტი და საინტერესო რამე ახსენეთ თუ შეგიძლიათ რომ გაგიმარტავთ იქიდან გამომდინარე რომ ტატოს სამგზის სოფლიო ჩემპიონი და სამგზის ევროპის ჩემპიონი რაღაც ნაწილში შეხვედრის პროცესში იყო სიფრთხილე იყო სადაც იმ ახალი წესებით რომელიც ძიუდოს ფედერაციამ მიიღო ფაქტიურად მსგავსი ფაქტი კი აგვიხსნეს ახსნილი იყო რაღაცა მაგრამ
რაღაცებს სადაც ვეჩვევით და რომ ადაპტაცია გავიარ და მოვირგოთ ეს წესები, ვფიქრობ რაღაც მსხვერპლიც არის გასაღები, სადღაც მაგალითები არის დასაგროვებელი, რომ ეს დაკანონდეს და თეორიული ცოდნიდან პრაქტიკულში გადმოვიტანოთ. ვფიქრობ, რომ ის შეფასება გდება, რომელიც სტატომ გაუშვა და შეუფასეს არბუზოვს, გდებათ ჩაუთვალეს. მე მსგავსი გდება, მანამდე არ მინახავს რომ შეეფასებინოთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე კიდე შეფასდა რამოდენიმეჯერ ეგეთი გდებები და ეგ იყო ის ფაქტი, რომ დავკარგეთ და გაუშვით გდება. გდების შემდეგ ფაქტიურად ის სიფრთხილის ნაწილი მოიხსნა და შემიძლია თამამად თქვა ეს სიტყვები, რომ გადაუარა სპორტსმენს, ის გარბოდა, მუდმივ გაქცევის რეჟიმში გადავიდა, საერთოდ აღარ გვეჭიდავებოდა, აღარ იყო ბრძოლაში, გაქცევაზე იყო და დრო აღარ გვეყო იმისთვის, რომ მოგვიგო, თორე ყველაფერი გააკეთა ტატომ. ეს იყო, მე ვფიქრობ, ყველაფერს ღმერთი გაძლევს ზომიერად ცხოვრებაში და რაღაცა მაგალითებს, რომ ხვალ სხვადასხვაც უფრო მეტი მარცხი არ განვიცადოთ და ეს ის მარცხი იყო, რომელიც აუცილებლად ოქროს მოიტანს მსოფლიო ჩემპიონატზე. და გვაქვს მე 90 კილოგრამი, ლუკა მაისურაძე გამოვიდა და ლუკასგანაც პრინციპში მედალს ველოდი. ძალიან რთული ხა ამ სახელდაგვარებში ვინმესგან მედალს არ ელოდო, მაგრამ ნუ ლუკასგან ისეთი მეტი მოლოდინი გქონდა თითქოს. ლუკას იმ ერთწლიანმა პაუზამ, რომელიც ერთწლიანი პაუზა გქონდა ლუკას, თავისი კვალი დაატყო, რა თქმა უნდა. და მასაც ძალიან ხა ტურნირები ჭირდება, შეჯიბრები ჭირდება და მე რა თქმა უნდა წამს და მჯერა რომ ლუკა ისევ ის ლუკა უბრალოდ ფსიქოლოგიურ ნაწილში ჭირდება რომ მეტი რწმენით და მეტი თავდაჯერებით იასპარეზოს. და მივედით მძიმე წონებთან, ილია სულამანიძე თუ არ ვწდები, მე ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში ევროპის ჩემპიონატზე და პირველად მოიგო. ეს ფსიქოლოგიური წნეხის მომენტი ხო არ იყო? ფსიქოლოგიური წნეხის მომენტი იყო და მარტივად შემიძლია ესეც აგიხსნათ. ილია სულამანიძეს თუ რამე აქვს გაკეთებული, თუ რამე მედალი ან თუ ვიცით რომ არსებობს ძიუდოში ილია სულამანიძე, ყველაფერი აქვს. აი კლასიკური მიმართულებით მოპოვებული. გულისხმობ რას, რომ ნამდვილი ძიუდოს აკადემიურად ჭიდაობით, წესების მაქსიმალური დაცვით და ისეთი სიმართლით ჭიდაობა იყო მისი ყოველთვის ის პრიორიტეტი, რითაც ის იხარჯებოდა ტატამზე და მუდმივად ოლიმპიური ოქრო მაგითი დაუთმეთ, ის ფინალები მაგითი დაუთმეთ. რომ ილია სულამანიძის გამოსვლას ყოველთვის აკლდა თავგანწირული ბრძოლა. თავგანწირული ბრძოლა დღეს ილია იყო და არის იმ ციკლში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიდის მზადება და ევროპის ჩემპიონატის სასტარტოდ ჰქონდა. და ილია სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. ის ვერ გრძნობდა თავს კარგად. თვითონ გახურების პროცესშიც ჩვენ სადღაც 9 საათის 35 წუთის განმავლობაში მიდის გახურება რა. შეჯიბრი როცა იწყება იმ დღეს და ფაქტიურად ილიას მდგომარეობას რო შევხედე, ჩავთვალე რომ ბევრი ენერგია არ უნდა დაგვეხარჯა ჩვენ გახურებაში და მაქსიმუმ 10 წუთიანი გახურებაზე დავკმაყოფილი რომ მოთხარი ილია საკმარისია, მზად ხარ ყველაფერი და მთავარია რომ თავისუფალი ქონდა, გონებაში უნდოდა და შინაგანად დაღლილი არ იყო და რევანშისთვის კარგი შესაძლებლობა იყო. მაგრამ მე მგონი ეგ რევანში ოლიმპიადის ფინალში უფრო ძვირფასი იქნება. მომავალი ოლიმპიური თამაშების ფინალში. რევანშს ვერ ვარქვი, ვიცით, მაგათ შეხვედრას რევანშს, იმიტომ რომ სარევანშო ჩვენ არაფერი არ გვაქვს. სარევანშო თუ რამე აქვს ილიას თავის თავთან აქვს და თავის თავს დაუმტკიცა ისევ რომ ის ნამდვილი ჩემპიონია და ის იყო ჩემპიონი. კოცოევთან რევანშს იღებ მაშინ როცა კაცი მოგიგებს და კოცოევს ჩვენც არ მოუგია. ჩვენ მოუგეთ საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე თვითონ რევანშის ჩემთვის სიტყვა საკმაოდ საინტერესო შეფასებაა. პრინციპში მე გეთანხმებით ამ შეფასებაში და კიდევ ერთი ილიას გარდა медали და გიორგი სარდალაშვილის გარდა, ასევე ტატოს გარდა медали მოგვიტანა ეთერ ლიპარტელიანმა. აი გოგონების ასპარეზობაში ნელ-ნელა უკვე ვეჩვევით რომ მუდამ ველოდებით გარკვეული სინჯის მედლებს მაინც და ეს პროგრესი ბოლო წლებს უკავშირდება. რა კეთდება ამისთვის? არის ცალკე პროგრამა, არის თქვათ საზღვარგარეთ მზადება თუ აი, იმიტომ რომ თითქოს არ გვყავდა საერთოდ გოგონა მოჭიდავეები და უცებ დავიწყეთ ნოლიდან და რა 3-4 წელიწადში გარკვეულ შედეგებს მივახციეთ. რა თქმა უნდა,
პროექტებიც არის, რა თქმა უნდა, ხელშეწყობაა ძალიან დიდი და ის ფონი, რაც დღეს ქართულ ძიუდოში არის, რომ წარმატება, მედალი და ის რომ იბრძოლო და ფონს გახვიდე და გაიმარჯვო, ჩვენთან მოდურიც არის, რეალურიც არის. და ეს ყველაფერი ამ გოგო ბიჭების თვალწინ ხდება და ბოლო-ბოლო ადამიანები ვართ და ვასკვნით თუ ერთ შეუძლია, მეორესაც შეუძლიათ. ანუ ეს უბრალო ამბავი გახდა, აღარ არის ეს რაღაცა ფსიქოლოგიურად გადასალახი მომენტი. თვითონ ეთერ ლიპარტელიანზე მოკლედ ვიტყვი, რომ იგივე შეცდომის მიზეზი იყო, რაც ტატოს შემთხვევაში ვთქვი, რომ ზედმეტი სიფრთხილე სამჯერ ქონდა გერმანელ სპორტსმენზე მოგებული ეთოს, სადღაც დაინდო თავის სიფრთხილით, თავის მომენტის ლოდინში დავკარგეთ ხდება და უკვე მე ფაქტიურად დრო აღარ გვაქვს. თორე მე ჩემ გონებაში არ წარმომედგინა, რომ ეთერს იმ დღეს ოქრო არ ექნება. სანამ დავასრულებთ, ძალიან ცოტა დრო გრჩება. იმ დროს, როდესაც თქვენ თვითონ აქტიურ სპორტში იყავით, როგორც ძიუდოისტი, ნამდვილად შეგეკამათებით იმ თვალსაზრისით, რომ ისიც არანაკლები ყველა ვარსკვლავის გუნდი იყო, All Stars-ასაც ვეძახით, იმიტომ რომ ფანტასტიკური შემადგენლობა ყავდათ, უბრალოდ ჩემი აზრით რეალიზების კომპონენტი გქონდა ჩვენ გამოდებული. ჩემნაირი მწვრთნელთა საბჭო არ გვედგა გვერდში და ჩვენნაირი ფედერაცია არ გვედგა. კი ბატონო, ხო და აი ჩემი მომდევნო კითხვა ამაში მდგომარეობს. გეთანხმებით, თქვენ ალბათ უკეთ იცით, იმიტომ რომ იმ პროცესის მონაწილე იყავით, როგორც წარსულში ახლა. მაშინ რამდენ ადამიანში კეთდებოდა შერჩევა თეორიულად, აი რა რაოდენობიდან ირჩეოდა საქართველოს ჩემპიონატი და დღეს საქართველოში რა რაოდენობის ძიუდოისტი ყავს და თქვენ საიდან აკეთებთ ახლა ამ არჩევანს რა კონტინგენტის რაოდენობას გულისხმობთ? მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება შევადაროთ ის რაოდენობა ამ რაოდენობას. იმიტომ რომ თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას და დღეს მარტო ჭაბუკებში 900-მდე სპორტსმენი იღებს ჭაბუკების საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობას. 90-მდე კლუბი იღებს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას და ეს სხვა ციფრები, იქ ციფრები არ არსებობდა. იქ ესე ინდივიდუალურად ჩვენის თაობა ვართ, რომ დარბაში შუქი იყო და შუქის ხათრით რომ მივდიოდი და თურმე ძიუდო გამოგვივიდა და დავჭით ძიუდოში, თორე ნათურების ხათრით მივედი დარბაში. აი ეგ პერიოდია და გაზრდაზე და ჩვენ პერიოდში ძირითადად ამოჩემებული სპორტსმენები ჭიდაო. ამოირჩევდნენ და იმათ ამოწურავდნენ. გაზრდაზე, ჯანსაღ კონკურენციაზე, მსგავს ფაქტებზე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ჩემი კარიერა ზუსტად მაგ მიდგომებს შეეწირა. ვარ ორჯერ მსოფლიოს პრიზიორი დიდებში, ნუ ახალგაზრდებში ყველაფერი ევროპა მსოფლიო 23 წლამდე ევროპა მოგებული და 24 წლის ასაკში აი ამ მიდგომებით და ამ არა ჯანსაღი სიტუაციის გამო მომიწიეს ძიუდოზე თავის დანებება და ძალიან გული მწყდება და ამაყივა რომ ის შევძელი, რაც მე მაკლდა ის მივეცინა ჩემპიონატში. წარმატებას გისურვებთ, ბევრი საინტერესო დეტალი გავიკეთ თქვენგან, რა ხდება შიგნით კულისებს მიღმა. ფაქტი ის არის, რომ სააშკარაოზეც ჩვენ რა ჩანს. აუცილებლად წარმატებას გისურვებთ და ვეტყვი რომ ძალიან მიყვარს. კი ბატონო. გემშვიდობებით ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მე მომავალ პარასკევს დაგიბრუნებ.